მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ნეირომარათონს, რომელიც პრინციპში უნდა ყოფილიყო ერთკვირიანი, თუმცა გადავწყვეტე რომ ცოტა მეტი დრო დაუთმოთ ჩვენს მარათონს, გავაგრძელო და კიდევ სხვადასხვა ნეიროალგორითმები შემოგთავაზოთ. ეს იქნება ან მოკლე ვიდეოების სახით ჩაწერილი, ან ცოტა უფრო ვრცელი ვიდეოები. ვინც თავიდანვე მოდიხართ და პირველი ვიდეოები ნახეთ, უკვე სავარაუდოდ ათვისებული გექნებათ ნეიროხაზების გავლება, ასევე ზოგადი წარმოდგენა გექნებათ შექმნილი სიმბოლოებზე, რატო უნდა გამოიყენოთ თქვათ ესა თუ ის სიმბოლო და ფერზეც. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ალგორითმი ნეიროხე. ეს არის ზრდის მეტაფორა. ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც შემოსავლის ზრდაზე, შეიძლება გამოიყენოთ როგორც ოჯახის გაფართოვებაზე, გაზრდაზე, ანუ აი ყველაფერი, რაშიც გჭირდებათ ზრდა, ბიზნესის ზრდა იქნება ეს თქვენი ჯანმრთელობის ხაზის ზრდა თუ ასე შემდეგ, ანუ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ თავამად ეს ალგორითმი. ძალიან სასიამოვნო დასახატია, ჩვეულებრივ ხეს ვხატავთ ფაქტიურად, ოღონდ ვაძლევთ, რა თქმა უნდა, დატვირთვას და ვიყენებთ ნეირო ტექნიკას. მე მინდა შემოგთავაზოთ მანამდე ჩვენი აფირმაციების დასტა. თუ ზრდის პროცესზე და წარმატებაზე გვაქვს საუბარი, ეს აფირმაციები საკმაოდ კარგად გამოიყენება ამისთვის და მოდით ნახოთ, აბა რა ამოგვივა დღეს. როგორი რჩევა ჩვენი თავისთვის. მე მუდმივად ვითარდები და ვიმაღლებ კონკრეტულ საჭირო უნარებს. ძალიან ზუსტი ამოგვევიდა ეს დღევანდელი ჩვენი აფირმაცია. მოდით აქ დავიდებ ამას გვერდზე და შევუდგები ხატვას. ნეიროხე იხატება ვერტიკალურად და როგორც გახსოვთ, თემის აქტივაციას ვაკეთებთ ხატვის დაწყებამდე. შეგვიძლია გამოვიყენოთ იგივე ფურცელი, სადაც ვხატავთ, შეგვიძლია ავიღოთ სხვა ფურცელი და იქ ჩამოვწეროთ. გავაკეთოთ დაახლოებით ესე სქემა, ხო? აქ მინდა გასწავლოთ თვითონ როგორ იხატება ეს ნეიროხე თავისი ყველა დეტალით. ამიტომ დავწეროთ რომ ხატავთ ნეიროხეს. და გამოიყენება როგორც ზრდის მეტაფორა. ეს მეტაფორა. ანუ ამის დახატვის პროცესში ჩვენ რაღაცას ფესვებსაც ვხატავთ აქ, ვხატავთ ძირითად ნაწილს, ტოტებს და ნაყოფს და ვიწყებთ ფესვებიდან, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ გაწერა. პირველი რა მოთხოვნა გვაქვს დაწერეთ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იწერება თემა, ხო? თემას ვწერთ, მე ხდება ამ თემის აქტივაცია 2 წუთში 20 სიტყვით და რომ გაგვიადვილდეს ამ თემის აქტივაცია, მოდით ჯერ ჩამოწერეთ რა მოთხოვნა გვაქვს ჩვენ. ანუ რისთვის ვაკეთებ კონკრეტულად ამას, ხო? რა თემა მაქვს? ფინანსების ზრდა მაქვს, ოჯახში რაღაცის ნაკადის ზრდა, ჯანმრთელობის გაძლიერება მინდა ვთქვათ, ხო? ანუ რაღაცა ზრდა, პიროვნული ზრდა მინდა ჩემი მოხდეს, ხო? რაღაცა შევისწავლო და ამაში მეტი და მეტი გქონდეს რაღაც წარმატება, ხო? გარკვეული. და ასევე აქ უნდა დავწეროთ ჩვენ რა არის ახლა, ანუ რა ხდება ახლა და რა გვინდა რომ თქვათ შეიცვალოს, რა გვინდა რომ გავაძლიეროთ. ანუ რა მოთხოვნა გვაქვს ჯერ ამას წერთ, რისთვის გვჭირდება, რისი გაზრდა სურს, ხო? ამას წერთ პირველი. მერე თქვათ წერთ თქვენს მოთხოვნას, ну იყოს ახლა ფინანსები, იმიტომ რომ ფინანსები ძალიან აქტუალურია ყოველთვის. ფინანსური ზრდა. დაფიქრდით რისთვის გჭირდებათ, რისი გაზრდა გინდათ, რისი მომატება გსურთ თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა კარგი ნაყოფი რომ მიიღოთ და შედეგი, ხო? ოკეი, ფინანსური ზრდა, აქ რა გვინდა? ალბათ გვინდა რომ შემოსავალი მივიღოთ, ხო? როგორი შემოსავალი თქვათ? შემოსავალი.
როგორი რამდენად გვინდა რომ გაიზარდოთ შეგიძლიათ ეს ციფრებში ანუ რიცხვებში დაწეროთ ხო რომ რა გაქვთ ეხლა ვთქვათ რამდენია ეს დაწეროთ რამდენით გინდათ რომ გაიზარდოთ მივიღოთ მერე რა არ მოგწონთ ვთქვათ რისი შეცვლა გსურთ რისთვის გჭირდებათ რამდენი უნდა იყოს რომ გეყოთ თქვათ კონკრეტულად აი რაღაცა თქვენ გეგმა უნდა გაწეროთ თვიურად რამდენი გჭირდებათ რომ იყოს თქვენი შემოსავალი და რისთვის ანუ როგორ ანუ აი რაღაცა ესე დეტალურად უნდა ჩაწეროთ ალბათ ამისთვის ეს ფურცელი არ გეყოფათ და მოდით მე გთავაზობთ რა ცალკე ფურცელი აიღოთ ან რვეული ან რაღაც ბლოკნოტი და იქ გააკეთოთ წინასწარ ასე ვთქვათ გაწერა ამისი რამდენი რისთვის რა ხარჯები გაქვთ რაში გჭირდებათ რა თანხა უნდა გქონდეთ ან რა შემოსავალი უნდა გქონდეთ თქვენ იმისთვის რომ აი ამ ეტაპზე ან მომდევნო 6 თვის მანძილზე 1 წლის მანძილზე რომ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები იმიტომ ნუ თანხა გვიწერია რა არის და რა მჭირდება იმისთვის რომ ეს თანხა ანუ ეს თანხა როგორ მინდა რომ ტრიალებდეს ან ენერგია შეიძლება ჩავწერო აქ ხო მუდმივობა შეიძლება ჩავწერო უკვე გადავდივარ სიტყვებზე რაც მომდის თქვა ამ ჩემ თანხასთან დაკავშირებით რაღაც თანხა მინდა რომ იყოს თვეში და ასოციაციები რა მომდის თქვა ამ თანხასთან დაკავშირებით ისე სხვათა შორის შეიძლება იყოს შიშიც იმიტომ რომ ბევრ ჩვენგანს აქვს მომისმენია ესეთი თეორიებიც ლექციაზე იყო ამის განხილვა რომ ბევრ ჩვენგანს აქვს დიდი თანხების შიში რატო შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული სხვადასხვა ვერსიებია ალბათ სხვადასხვა სოციალურ გარემოში გაზრდილ ადამიანს თავისებური შიში ახასიათებს ჩვენ მაგალითად ვინც საბჭოთა კავშირში გავიზარდეთ შეიძლება გქონდეს ესეთი ქვეცნობიერი შიში რომ ფული ჯერ ერთი გვინერგავდნენ რომ ფული არ არის კარგი მერე იყო ეს მომენტი რომ მოხდა თავის დროზე გაკულაკება და წაართვეს და რაღაც ეს ფული არ იყო მოკლედ საშიში იყო რომ გქონოდა შემოსავალი ან შეიძლება გქონდეს ქვეცნობიერი შიში იმის რომ ბევრი ფული როცა გაქვს შეიძლება ვიღაცამ დაგაყაჩაღოს ან შეიძლება გვაქვს ესეთი ბლოკები რომ ფული მაგალითად არ იშოვება დიდი ფული სუფთა გზით ან რაღაცა ესეთი ბლოკები შეიძლება გქონდეს ხო ქვეცნობიერად სადღაც გაგონილი ფრაზები რომელიც ჩვენზე მოქმედება ანუ გარკვეულ შიშს და ბლოკს ქმნის ესეც თუ ამჩნევთ რომ თქვენში არის მსგავსი რაღაცა შიში რომ დიდი თანხებთან და დიდი ფინანსური ნაკადის შემოსვლასთან გაქვთ ესეთი შიშები და ბლოკები ესეც აქ დაწერეთ სხვათა შორის მე მოგცემთ კიდევ ალგორითმს აი მსგავსი ბლოკების ანუ დიდი ფულის შიშის დაძლევის ალგორითმიც არსებობს და ამასაც ჩაგიწერთ მე მოკლედ აქ დავწერთ ამასაც თუ გვაქვს შიში თქვათ ზრდასთან დაკავშირებული რა შეიძლება იყოს კიდე სიტყვები ანუ გახსოვთ ალბათ რომ წერთ როგორც დადებიც ასევე უარყოფით მომენტებს ზრდა შეიძლება იყოს მოძრაობა ხო შემოქმედება კარგი მოდი დავწერე ეს ზრდა მოძრაობა შემოქმედებითი პროცესი რაც აუცილებელია იმიტომ რომ უნდა გვახსოვდეს ჩვენ რომ თუ აი ეს პროცესი არ არის შემოქმედებითი და რობოტივით აკეთებ რაღაცას იქ ზრდა ვერ იქნება შემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს რესურსი ჩემი ხო თქვენი რესურსი რაც გვაქვს ანუ ეს რესურსი არის ცოდნა გამოცდილება პოტენციალი თქვათ რაღაცის ანუ ნახეთ როგორი მომენტია ჩემი ცოდნა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს საჭირო ამას როცა ვწერთ ჩვენი გონება ფიქრობს კიდე და იზიდავს ისეთ ხალხს გარშემო სივრცეში ვისაც შეიძლება თქვენი ცოდნა ჭირდებოდეს თქვენი გამოცდილება ჭირდებოდეს ამას აფასებდეს და ამაში მზად იყოს რომ გადაგიხადოთ შესაბამისად დიდი თანხები კი ბატონო კომუნიკაციის უნარი კიდე რა ძალა
და მე უკვე დაიწყეთ იმის დაწერა, თქვათ რას გაძლევთ, ანუ ეს ზრდა, რას გაძლევთ თქვენ კონკრეტულად ეს ზრდა. დავფიქრდეთ კიდე რას გვაძლევს, ყოველ ჩვენგანს თითოეულს რაღაცა სხვა რამეს გვაძლევს, არა? შეიძლება გაძლევდეს თავდაჯერებულობას. როცა შემოსავალი გაქვს სტაბილურად კარგი თავდაჯერებულობას, სიმშვიდეს, სიახლეები, განვითარება. და აქ უკვე შეგიძლიათ ჩაწეროთ აი თქვენი კონკრეტული სურვილები, მაგალითად რა გინდათ რომ გააკეთოთ, რაში გინდათ რომ კიდე გამოვლინდეთ თქვენ როგორც პიროვნება, რა არის, აი როგორ თვლით რომ რა არის თქვენი დანიშნულება, ხო? შეიძლება მუშაობდეს სადღაც თქვა დაწესებულებაში, მაგრამ იქაც დაინახო რაღაცა შენი, რაშიც მიდის შენი განვითარება. ამიტომ ამაზე იფიქრეთ და თქვენი კონკრეტული ამბები ჩაწერეთ აქ. ну მოკლედ ამას დაწერთ, ყველაფერს ჩამოწერთ, შეგიძლიათ ბევრი იფიქროთ ამაზე. შეგიძლიათ არა, კარგი იქნება თუ ამაზე კარგად იფიქრებთ ბევრს და კარგად გააკეთებთ კარგ ღრმა ანალიზს, რისთვის გჭირდებათ ფული. ახლა გადავდივართ უკვე აპის პროცესზე. მე პატარა ფურცელი გაქვს, მინდოდა რომ რაღაცა კადრში კარგად ჩატეულიყო, ამიტომ ავიღე ცოტა პატარა ფურცელი, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დიდ თაბახის ფურცელზე. შეგიძლიათ ორი თაბახის ფურცელი დადოთ ერთმანეთთან გადააბათო, ანუ თით ფორმატზე გააკეთოთ და ნახეთ, ეს არის შემოქმედებითი პროცესი, ეს არის თქვენი ნახატი. შეგიძლიათ თავიდანვე ისეთ ფორმატზე გააკეთოთ ეს, რომ მე როგორც თქვათ ვიზუალიზაციის მომენტი ისე გამოიყენოთ, ჩასვათ ჩარჩოში, სადმე დაკიდოთ თქვენს კაბინეტში, მაგიდასთან, საწოლთან და რამდენჯერაც შეხედავთ, თქვენი გონება ისევ ასოციაციით დაუბრუნდება ამ ნახატს და ზრდის პროცესს, რომელიც თქვენ აქ ასახეთ. ხო? ვიწყებთ ფესვებიდან. ფესვებით ვიწყებთ და ну შეგიძლიათ რომ პირობითად თქვა წარმოიდგინეთ თქვენ ნახატში რამდენი იქნება ხის ძირი, რამდენს დაიჭერს თქვა ფესვები, რამდენს ტოტები და აი რაღაცა ესე გადაანაწილოთ, ხო? პირობითად მაგალითად აქ არის ჩემთან თქვა ზედაპირი, ხო, მიწის. საერთოდ ვიწყებთ ფესვებიდან. მე ხა აქ შეიძლება რაღაცები ისე გავაკეთოთ, რომ გაჩვენოთ, ანუ საჩვენებელს ვხატავ, მაგრამ თქვენ დააგვერდით, რომ კარგად გამოგივიდეთ, ან ფესვები არის მთავარი, ხო? ხე იწყება ფესვებიდან. ოღონდ ამ ფესვებსაც ნეიროხაზებით ვავლებთ. შეგიძლიათ ზედვე გადაატაროთ და არ მოგერიდოთ თუ იქნება თქვათ რაღაცა თავიდან აჩხა-ბაჩხა, არა, ну შეეცადეთ რომ მისცეთ ფესვების ფორმა, შეუერთეთ, დატოტეთ ეს ფესვები. აი ესე. შეგიძლიათ ერთმანეთზე გადაატაროთ. ну რამდენიც გინდა, შეიძლება ამდენი არ გააკეთოთ, როგორც ახლა მე ძალიან მივტოტე. მე მინდა რომ იყოს ლამაზი და ცოტა ესე ფორმას მივიცე. ოკეი. ეს დავხატე, ხო? ეხლა აქ ჩვენ გავაკეთებთ რამოდენიმე წრეს და თითოეულ წრეში ჩავწერთ ჩვენს ძალას, ანუ საფუძველს, რაც გვაქვს, ხო? ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, პოტენციალი, შეიძლება იყოს ჩვენი საგვარეულო, ანუ სიძლიერეზე თუ ვისაუბრებთ, ის რაც მომდევს მე, ჩემი ოჯახი შეიძლება იყოს, ჩემი საგვარეულო სიძლიერე შეიძლება იყოს და ამას პატარა, ну, თუ გნებავთ თუ დიდ ფურცელზე ხატოთ, დიდი წრეები გააკეთეთ, მე ცოტა პატარა წრეებს გავაკეთებ, იმიტომ რომ პატარა ფურცელი მაქვს. და შეგიძლიათ აირჩიოთ დაახლოებით 5 ესეთი კომპონენტი, რა არის თქვენი ფინანსური ზრდის საფუძველი. რა თქმა უნდა, ეს ხართ თქვენ და თქვენი გამოცდილება პირველ რიგში. ხო? ანუ ჩემი ცოდნა, ჩემი რესურსი. აი, დავაწეროთ აქ ჩემი რესურსი. და თუ გნებავთ, ჩამოწერეთ აქ შიგნითვე რა რესურს ფლობთ, მაგალითად, ცოდნა, გამოცდილება. კიდე რა შეიძლება იყოს?
აბა კიდევ იფიქრე ენერგია რაც მაქვს და შემოქმედებითობა, ხო? ვთვლი რომ არის ეს ჩემი რესურსი მაქვს და რატომაც არა დაწერეთ ყველაფერი რაც თვლით რომ არის თქვენი რესურსი. კი ბატონო, შემდეგი წრე სიძლიერე ძალა, ხო, ჩემი ძალა და რა მაძლევს ამ ძალას. ძალა საიდან მომდის? ოჯახი. შეიძლება ვიღაცისთვის პირიქით იყოს და ოჯახი არა და მეგობრები იყოს, ჩემთვის ესეც არის. ჩემი საგვარეულო, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ აქედან მოდის ყველაფერი ჩემთან. სხვათა შორის ვინც უკვე დაოჯახებული ხართ, შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი მეუღლის საგვარეულოც, თუ რამეა და თუ შვილებიც გყავთ მით უმეტეს, იმიტომ რომ როგორც წესი ესეც ერთიანდება, როდესაც ოჯახი იქმნება და მით უმეტეს როცა შვილები ჩდებიან და აქაც ეს მეორე საგვარეულოც ასე ვთქვათ გემატებათ თქვენ როგორც ძალა. აი აქ უკვე მე აღარ მეტევ, ამიტომ მეც აღარაფერს აღარ ჩავამატებ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ დაფიქრდეთ თქვენთვის კონკრეტულად რა არის საფუძველი თქვენი განვითარების, თქვენი ბიზნესის ზრდის. შეიძლება რამე სპეციფიური ცოდნა იყოს და ეს აღნიშნეთ, თუ ფინანსებზე არ აკეთებთ, თქვა და რაღაც ის ზრდას აკეთებთ, სხვა თემა გაქვთ. აქაც დაფიქრდით რა არის საფუძველი თქვენი ამ თემის და ზრდის, საიდან იღებს სათავეს. კარგი, ეს გავაკეთეთ ახლა და აი ამ ჩვენი ფესვებიდან წავედით და გავაკეთეთ ახლა ხე. დავხატეთ ხე. ჩვეულებრივად როგორც იხატება, არაფერი სირთულე არ არის და ამ ხეს ძარღვები აქვს. შეგვემჩნევია, რომ ხე არის დაკოჟრილი და რომ დააკვირდე ფაქტიურად ამოსულია ფესვებიდან წამოსული ესეთი ხაზებია. ისე მართლა რომ დააკვირდეთ ძალიან საინტერესოა. და ფაქტიურად უკვე გვაქვს ტოტებიც, ხო? ამ ნაწილში ძალიან კარგი იქნება თუ გამოიყენებთ scale markers, რომ არ მოგიწიოთ ესე ჩემსავით დიდხანს ხატვა და ისევ გაგახსენებთ მეთოდს, ნახეთ, შეგიძლიათ აი ასე, აი დააკვირდით როგორ ხატავ მომგვალებებს. შეგიძლიათ რომ აი ასე გააკეთოთ მომგვალებები, თქვათ, აი აქაც ნახეთ, არის ეს კუთხე შეიქმნა, მომგვალებას ვაკეთებ აქაც. და შეგიძლიათ აი ასე შიგნიდან გაყვეთ და თან ნეიროგრაფირებაც გააკეთოთ და თან აი ასე მოხაზოთ. ეს კუთხეები უნდა გააფერადოთ შესაბამისად. ან იმდენჯერ უნდა მოხაზოთ, რომ ეს კუთხე შეივსოს. აი აქაც ნახეთ, ასე ჩაყევით ფესვებს და გაუფერადეთ. მარკერით არის კარგი, იმიტომ რომ აი ეს აჯღაბ-ბუჯღაბი არ იქნება, როგორც ახლა მე მაქვს. მაგრამ შევხედე მომწონს, იმიტომ რომ რეალურად დაახლოებით ხეს უხდება, ახლა ესეთი აქვს ხეს რაღაცა ფესვებში და დაკოჟრილი ეს კოჟრები ზუსტად ამით წარმოიქმნება და აი აქაც კუთხესაც ვარბილებ, ხო? და ყველა ნაწილს ესე მოამგვალებთ და მოარბილებთ. დააკვირდით, რომ აუცილებლად უნდა ხდებოდეს ეს მომგვალება, ეს ნაწილი არ გამოგრჩეთ და აი ამ პროცესშიც თქვენ ფიქრობთ ჯერ ერთი თქვენს ზრდაზე და ფიქრობთ აი ჩვენ ხო აღავნიშნეთ თქვათ ჩემი ოჯახი საგვარეულო შემოქმედებითობა თქვათ ეს რაც აქ ჩავწერეთ შეგიძლიათ ცალ-ცალკე გააკეთოთ თუ ხდებით რომ თქვენი ცოდნა იმდენად დიდია რომ ეს შეიძლება იყოს საფუძველი თქვათ ამ თქვენი ზრდის ხის ხო წარმატების და ნაყოფიერების ზრდის ეს ცალკე წრედ გამოყავით მინდა გთხოვოთ რომ ხატვის პროცესში რასაც იგრძნობთ დააკვირდით ამ თქვენ შეგრძნებებს ამას აქვს მნიშვნელობა და ვინც გააკეთებთ ნამუშევრებს ძალიან გთხოვთ რომ ჩამიგდოთ ეს თქვენი ნამუშევრები და
გამიზიაროთ თქვენი შეგრძნებები. მე აღვნიშნე, რომ ეს მარათონი მოვაწყე, რადგან ეხლა ვსწავლობ მე მესამე კურსს გავდივარ, პროფესიონალურ კურსს ნეიროგრაფიკის ავტორთან, სადაც უნდა წარმოადგინო თქვენი ნამუშევრები და თქვენი შეგრძნებები. რამდენად გასაგები არის ის, რასაც ხსნი, რამდენად მუშაობს ეს თქვენთან და როგორ მუშაობს. ისე მინდა აღვნიშნო, რომ ბევრისთვის ნეიროგრაფიკა არის რაღაცა ჯადოსნური ჯოხი. ესე არ არის, მეგობრებო, ჯადოსნური ჯოხი არ არის. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეცნობიერთან სამუშაოდ. ჩვენ ახლა რასაც აქ ვაკეთებთ, ეს არის ართ-თერაპია. ანუ გონებას ვეხმარებით ფაქტიურად, რომ ადაპტაცია გაიაროს, რაღაცა მიზანი მაქვს, რაღაცა სწრაფვა მაქვს ზრდისკენ და ვერ ვახერხებ რაღაცები მიშლის ხელს, რა მიშლის ხელს, ამას ვამუშავებთ ნეიროგრაფიკაში და ნეიროგრაფიკა რეალურად მუშაობს კი. ყველაფერი, რასაც აკეთებ, ეს ალგორითმები მუშაობს, ოღონდ პრინციპი, მეგობრებო, არის არა ჯადოსნურობა რაღაცა, არამედ საკმაოდ ბანალურად მეცნიერული პრინციპია. ის, რომ შენ გონებას ეხმარები ამ მიზნების დასახვაში კონკრეტულ გზას პოულობ და მიყვები ამ გზას. ანუ აღმოაჩენ რა გიშლის ხელს და აი ამას ამუშავებ, რა გიშლის ხელს და რა გჭირდება და ამ ყველაფერს ამუშავებ ნეიროგრაფიკაში თან ძალდატანების გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არ ძაბავ გონებას, არ ნერვიულობ, ვაიმე გამომივა, ხო არის რაღაცა მიზანი მაქვს და ვფიქრობ და ყოველთვის მოდის იქ აზრები, რომ აი რაღაცა ხელის შემშლელი შეიძლება იყოს და ეს გინდა არ გინდა წამოგიტივდება გონებაში. აქაც წამოგიტივდება როგორ არა, მაგრამ ამას აქ ამუშავებ და მარტივად ამუშავებ, ხვდებით? ამიტომ არის ეს მეთოდი ქმედითი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი შეგრძნებების აღწერა. ამით მარტო მე კი არ მეხმარებით, რომ მე ვთქვათ წარმოადგინო თქვენი ნამუშევრები, არამედ საკუთარ თავს ეხმარებით და აღმოაჩენთ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული ამა თუ იმ მომენტზე, მაგალითად, როდესაც მე აქ ვდებ, რომ აი მე მაგ ეს ცოდნა და რაღაცა შეიძლება წამომივიდეს ეს შფოთვა, რომ თუ მაგ ეს ცოდნა რატო ვერ ვიყენებ, რატო ვერ ვაღწევ რაღაცას, ხო? აი ეს როგორ გამოიხატება ჩემს სხეულში, აი ამაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ხო? და ეს უნდა აღწეროთ. ამით თქვენს თავს ეხმარებით პირველ რიგში. ითვალისწინეთ, რომ ხატვის პროცესში ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს გონებასთან და დღეში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. მეტი უკვე ხლის ჩვენს ტვინს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული მეტი ნეიროგრაფიული ნამუშევრის გაკეთება დღეში, ანუ 3-ზე მეტი. დავუბრუნდეთ ახლა ჩვენს ხეს და აქ უკვე გავაკეთებ ნეიროგრაფირება გარკვეული ადგილების, შეგვიძლია გავაგრძელოთ და თან ვხატოთ. შეგიძლიათ უკვე დაამატოთ ტოტები, აქ რამდენიც გინდათ, როგორც გინდათ. და მე ფერზეც გადავალთ და ფერში შეგიძლიათ რომ ნაკადები გააკეთოთ. აი ასეთი ხე მაქვს უკვე მე. და თან პარალელურად ხატვის პროცესშივე შეგიძლიათ მოახდინოთ ნეიროგრაფირება. ნამდვილ დაკოჭრილ ხეს ემსგავსება ჩემი ხე და თქვენიც დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება. თავიდან, რა თქმა უნდა, ესე თავისუფლად არ გამოგივათ ხატვა და არც არის აუცილებელი, იცი, რომ ასე ხატოთ, ანუ საჭიროა, რომ დააკვირდეთ, რას ხატავთ. აუცილებლად საჭიროა. სულ აღნიშნავს ამ მეთოდის ავტორი, ზოგი თვალდახუჭული ხატავს ამ ნეიროგრაფიკას და ამას ვერ ვიგებ რა პრინციპიაო, იმიტომ რომ უნდა იცოდე, სად მიდის შენი ხაზი. და როგორც გითხარით, სტანდარტებს არ უნდა ექვემდებარებოდეს თქვენი ნახატი. და გონებას აქ ეს მომენტი რაღაცას მიჩვეულია და მიყავხარ იქით. და მაგიტო არის რა ნეიროხაზის გავლების დროს, აი აქ ხე გავავლებ ნეიროხაზის გავლების დროს, აქეთ თუ მოყავს გონებას, ხო იქით უნდა წაიყვანო, ანუ შეეცადო რომ რაღაცა სხვანაირი გააკეთო, ძალიან დაკლაკნე ახლა და გადავატარებ ზედ. სტანდარტებში არ ვჯდებით, ვატყუებ ჩემ ტვინს
და გამომყავს სტაგნაციიდან რა. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ანუ ესეთი ხე მივიღე, ეხლა ჩემ ხეს უნდა კონდეს ნაყოფი. მე როგორც წესი ვხატავ ხოლმე ვაშლს, ჯერ ერთი რომ მიყვარს ვაშლი, მეორე რომ სიმბოლურია, ვაშლი ზოგადად არის ცოდნის სიმბოლო. თუმცა გეტყვით რომ თქვენ თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ აქ თუ სიყვარულზე აკეთებთ გულები დასვათ, შედეგად თუ რაღაცა ისეთი არის სიმსუბუქე მოაკპეპლები, ანუ გამოიყენეთ სიმბოლოები. სიმბოლოებს რაც შეეხება, უმრავლესობა არის დაკავშირებული კოლექტიურ ცნობიერებასთან, ის რაც არის ჩვენში ჩადებული, მარტივი სიმბოლოები არსებობს რთული სიმბოლოები, აქ უკვე თქვენი ფანტაზიის, თქვენი ასე ვთქვათ, ცოდნის და განვითარების მიხედვით დაარჩიეთ სიმბოლოები. თუმცა, ბევრს იფიქრებთ ამაზე, აიღეთ მარტივი სიმბოლო, როგორც ახლა მე მაგალითად ნაყოფის სიმბოლოდ ვაშლი მომდის თავში და ამიტომ ვაშლებს გავაკეთებ, თქვენ თუ მოგდით მსხალი თავში, გააკეთეთ მსხალი. მთავარია დახატოთ, თუ გნებავთ იმ ვაშლებს კიდე მიაწერეთ შიგნითვე რა არის. ანუ ეს არის ნაყოფი, ხო, თქვენი ზრდის პროცესში რა ნაყოფს იღებთ. რა შედეგს მოგიტანთ თქვენი ფინანსური ზრდა, ხო? ჩვენ დასაწყისში თემას რომ წერდით, იქ ვისაუბრეთ, რომ მე ეს მომიტანს, თქვა, სიმშვიდეს თავდაჯერებულობას. მოდით დავხატოთ ესე. ეს არის ჩემი სიმშვიდე, ფინანსური სტაბილურობა, დახმარების უნარისხებისთვის, საჩუქრებრივ შემიძლია გაუკეთო სხვას, საკუთარ თავს შემიძლია გაუკეთო საჩუქარი. თქვათ, მივცე განათლება ჩემ შვილებს, მივცე საკუთარ თავს განათლება, უფრო მეტი და განვითარება, განვითარდე, ჩემი ბიზნესი განვითარდეს, სხვასაც მოუტანოს ამან, კმაყოფილება, დაინტერესება კონდეს სხვასაც, კიდე რა. და მოკლედ აი ესე იფიქრეთ და ხატეთ ეს ვაშლები, გულები, სიყვარულზე თუ აკეთებთ და ოჯახის ზრდაზე, აქაც მიეცით, გინდა რაღაც სიმბოლოების ფორმა, გულებიც დაკიდეთ სადმე. კაია გული. ამომეკვიატა დღეს და კიდატონო, გულიც იყოს აქ, გულიც დავკიდო, მაგ შედეგი, სიყვარული მივიღე. და ასე შემდეგ. როგორც გითხარით, თუ ამას დიდ ფურცელზე აკეთებთ, შეგიძლიათ რომ მიუთითოთ შიგნით კონკრეტულად რა არის ეს ნაყოფი, ანუ რა რომელი ნაყოფი რას აღნიშნავს, რას იღებთ თქვენ შედეგად ამ თქვენი ფინანსური ნაკადების ზრდით. რა თქმა უნდა, ვიწყებთ დამუშავებას ჩვენი ვაშლუკების ნაყოფის დამუშავებას, რომ მოდის ეს ჰარმონიაში ჩვენს გონებასთან, ჩვენს სივრცესთან, ყველაფერთან არის ჰარმონიაში ჩემი ნაყოფები. რა ნაყოფსაც ვიღებ ამას ჰარმონიულად და მერგება ყველაფერი ძალიან კარგად. ჩემთვის არის და კიდე ერთი ძალიან კარგი ალგორითმი ვიცი. ჩემთვის შეიძლება ესე ქვია. ანუ, როდესაც საკუთარ თავს აძლევ უფლებას მიიღო ყველა ამ ქვეყნიური სიკეთე. ჩემთვის შეიძლება ქვია ალგორითმს და ამასაც მე თუ სურვილი გექნებათ, ჩავწერ ამ ვიდეოსაც ცალკე, სადღაც TikTok-ზე მაქვს ეს ვიდეო დადებული, უფრო ვრცელ ვერსიას გავაკეთებ თქვენთვის ცალკე და ავტვირთავ YouTube-ზე. ეს ვიდეოც აიტვირთება YouTube არხზე, რადგან დიდია, დიდი იქნება სავარაუდოდ მონტაჟის მერეც და ამიტომ YouTube-ზე გაგიზიარებთ ამას და იქიდან შეძლებთ რომ ნახოთ მარათონის ჩატშიც დავდებ. სადღაც შუაში მახსენდება რომ მაქვს აფირმაცია აღებული, მე მუდმივად ვითარდები, ვიმაღლებ კონკრეტულ საჭირო უნარებს და შეგახსენებთ აქვე ვისარგებლებ და შეგახსენებთ რომ გვაქვს ესეთი შესანიშნავი აფირმაციების დასტა წარმატების გასაღები და ლამაზით და ქმედითიც შეგიძლიათ მოიკითხოთ ჩემთან. ეს ეტაპიც დავასრულეთ. მე მინდოდა რომ ჩვენ ეს ნაყოფიერების ხე დაგვეხატა ერთად, მოგვეწყო შეხვედრა, სამწუხაროდ რაღაც გარკვეული პირობების გამო, ჯერჯერობით ვერ გამომდის თქვენთან ცოცხალი შეხვედრის მოწყობა. სავარაუდოდ ივნისში ამას გავაკეთებთ აუცილებლად. მანამდე შეგიძლიათ ივარჯიშოთ სახლში და მე როცა შევხვდებით, გავაკეთებთ ძალიან კარგ ნახატს. გადავიდეთ ახლა ფერზე.
და ჩემ ეტაპი გვაქვს უკვე ფერის შემოტანა. აქ თქვენ შეგიძლიათ რომ მისცეთ ცალ-ცალკე ფერები, ამას შეგიძლიათ გააკეთოთ ნაკადები. მთავარი პრინციპი რაც უნდა დაიცვათ, გახსოვთ, ეს არის მინიმუმ 2 უჯრედი უნდა იყოს ერთი ფერით გაერთიანებული, მინიმუმ, მაქსიმუმ რამდენიც გინდა. აი ამათაც მე უკვე უჯრედებად ვთვლი ამ შიდა რაღაც ესეთი კოჟრები რაც, მაგრამ ასაც ფერით შემიძლია რომ გავავლო ცალკე აი ესე ზოლებად. ნახეთ კიდე რა გაითვალისწინეთ. თუ ხატავთ ტუშით, ანუ ლაინერით, შემსავით თვისება აქ სანამ ეს არ გაშრება ზემოდან თუ გადაატარებთ ხო ტექსტის გამომყოფს, შეიძლება იყოს ესეთი, ან ესეთი. ტექსტის გამომყოფები სხვადასხვანაირები არსებობს. აუცილებლად ამას ვიყენებთ პირველ ეტაპზე გაფერადების და მერე შეგიძლიათ რომ ფანქარი დაამატოთ და გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ რომ ტუშით დახატვისას შეიძლება ფერი გადავიდეს, ანუ ზედრო გადაусმევთ, შეიძლება გაიტყაბნოს, იმიტომ რომ არ იყოს ეს კარგად გამშრალი. ცოტა მომდის ხოლმე ესეთი რამეები და ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. ხა აქ კარგი, მე მინდა რომ თქვათ ჩემი წრეები დავტვირთოთ საცალკე ფერებით, ანუ საფუძველი საიდანაც მოდის ფესვებში რაც მაქვს და მერე ნაყოფიც რაღაცა სხვადასხვა ფერებში გავაკეთო. გამომრჩა სირცული ხაზების გავლება, მოდი დავამატებ სირცულ ხაზებს, რომ ჩემი ნაყოფიერების ხე სივრცეშიც მიდის კარგად. დავასრულეთ არქეტიპირება და ვიცით, რომ ჩვენ გვჭირდება ნახატში ფიქსაციის ფიგურის არჩევა და გვჭირდება ასევე ძლიერი ენერგეტიკული ძარღვული ხაზების გავლება. აქ ნახეთ ამ კონკრეტულ ალგორითმში შეგვიძლია რამოდენიმე გავაკეთოთ და გავაკეთოთ ჩვენი ფესვებიდან. მე რადგან 3 რგოლი მაქვს ძირითადი, 3-ვედან ავიყვან ენერგეტიკულ ხაზს და უმრავლის შემთხვევაში იხატება ქვემოდან ზემოთ, რაც განვითარებას აღნიშნავს. გადაკვეთის ადგილები უნდა მოვამკვალოთ აუცილებლად. და ეხლა ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურას. ფიქსაციის ფიგურა არის რაზე ვაკეთებ კონცენტრირებას მე ჩემს ნამუშევარში, რას გამოვყოფ. აი ეს, ანუ მაგრამ ნახეთ, შეიძლება ფიქსაციის ფიგურა აღმოაჩინოთ, როგორც მე ახლა აღმოვაჩინებ დამჩერტი ვაშლი. გაუფერადებელი თეთრი ვაშლი. შეიძლება აღმოაჩინოთ რამე ფიგურა სხვა თქვენს ნახატზე დააკვირდით. ჯერ ეს ერთი უნდა იგრძნოთ ენერგეტიკულად, რაზე აკეთებთ ფიქსირებას. რა გინდათ რომ გამო. შესაძლოა ეს ვაც იყოს ერთ-ერთი თქვენი ნაყოფი, ხო? რომელიღაცა, რომ დიდი შედეგი მოაქვს ამას რაღაცას თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, და გამოყოთ ეს. ფიქსაციის ფიგურა შეიძლება იყოს რამოდენიმე. მოახდინეთ ფიქსირება. მე ალაგ-ალაგ რასაც აღმოვაჩინებ შესავსები მაქვს, ამასაც ვავსებ. და არც ეს არ არის აქ აკრძალული მეგობრებო, რომ იცოდეთ. აი ეს არის ჩემი ფიქსაციის ფიგურა. ხალხში მომხვდა, არ ვიცი. რაღაც დამიფიქსირდა. და მოდი ამას გამოვკვეთავ. მე ფერდაც გამოვკვეთავ. და მერე გავაკეთებ ისევ მარკერით გამოკვეთას. აი ეს არის ჩემი ფიქსაციის ფიგურა. თუმცა ეს შეიძლება იყოს, როგორც გითხარით, ქვემოთ რომელიმე წრე, აი აქ სადღაც შეხედოთ და ანუ ნახეთ ფიქსაციის ფიგურაზე რა მინდა გითხრათ კიდე. აი შეიძლება ეს ადგილი ჩათვალოთ, რომ ეს არის ცენტრალური ადგილი და ეს ყოს ფიქსაციის ფიგურა. ოღონდ უსწორმასწორო რო არ იყოს, ჩვენ ვცდილობთ, რომ წრის ფორმა მივცეთ, ხო? იმიტომ რომ წრე არის სრულყოფილი შეკრული ფორმა. მაშინ თუ ამას აირჩევთ ფიქსაციის ფიგურად, ცოტა უნდა მოამგვალოთ, რაღაცა დაამატოთ და ჩაამგვალოთ, ხო? ესეც არ არის აკრძალული. ესეც ჩვენი ნაყოფიერების და ზრდის ნეიროხე. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი ნამუშევრები გამიზიაროთ მარათონის ჩატში
და ასევე დაწეროთ აღწერა აი პროცესში რას გრძნობდით. ბოლოსკენ უკვე რა თქმა უნდა დალას იგრძნოთ და შეიძლება იგრძნოთ მომენტი რო გსურდეთ დროულად დაამთავროთ და გამოხვიდეთ თქვათ ამ პროცესიდან. ამიტომ თუ კი ესეთი შეგრძნებები წამოგივათ, გირჩევდით რა ცოტა ხანი გადადოთ და მერე დაუბრუნდეთ თავისუფალ დროს თქვენს ნამუშევარს. მე კი გისურვებთ თქვენი მიზნების მიღწევას.